მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობაზე დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა გუჯა გუჯაძემ ჩვენს რედაქციას განუცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი თქმით, დაშავებული ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებული კლინიკა იმედიდან ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გუშინ გადაიყვანეს. მომხდარის შემდეგ შრომის ინსპექციამ მშენებლობაზე სამუშაოები შეაჩერა. ინსპექციაში ჩვენს რედაქციას განუცხადეს, რომ ადგილზე ჩატარებული შემოწმების შემდეგ კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა, რის გამოც კომპანიას საქმიანობა დროებით შეუჩერდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტულად რა დარღვევები გამოვლინდა არასაჯაროვებენ. ჩვენ ვცდილობთ დაუკავშირდეთ მშენებელ კომპანიასაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2 ივნისს რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას კაცს სამშენებლო ბლოკი დაეცა. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში 300-ზე მეტი ადამიანი გაზიფიცირების გარეშე ცხოვრობს. ჩვენ ადგილზე ვიმყოფებოდით, გთავაზობთ სიუჟეტს. ნამდვილად გჭირდება გაზი გენაცვალე, ნამდვილად. უცბად მოხვიდე სამუშაოდან გაზი ხო გინდა უცბად გააკეთო რაღაცაი და მიხედო საქმესა. ზოია სარქაძე ახალციხის სოფელ გიორგიწმინდაში ცხოვრობს. სოფელი ქალაქიდან 12 კილომეტრითაა დაშორებული და საქსტატის ბოლო მონაცემებით აქ 300-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სოფელს ამდრომდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აქ მცხოვრებლები იძულებული არიან გათბობისთვის და სხვა საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის შეშის ხუმელები გამოიყენონ. თავარი გაზი, ყველა სოფელში გაზი არის, ჩვენთან არ არის არცეთი არაფერი. როგორც აქ მცხოვრებლები გვეუბნებიან, გაზიფიცირების შესახებ დაპირება არაერთ გზის გაიცა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. გიორგიწმინდის გაზზეც კომპანიას ველოდებით. გარდა გიორგიწმინდის კიდე რამდენიმე სოფელი არის, სადაც საჭიროებს გაკეთებას. იგეგმება თუ არა და როდის სოფელ გიორგიწმინდაში ბუნებრივი აირის შეყვანა. ცადით დაკავშირება ეკონომიკის სამინისტროსთანაც, რადგან სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი დასახლებებში გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. უწყებაში ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. დავუკავშირდით გაზის ტრანსპორტირების კომპანიასაც, თუმცა აქ გვითხრეს, რომ ჩვენს კითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხებდნენ. უწყებიდან საჯარო ინფორმაცია უკვე გამოვითხოვეთ. 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამის დოკუმენტის მიხედვით 4 წელიწადში 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში იგეგმება ბუნებრივი აირის გაყვანა. თუმცა დოკუმენტში კონკრეტული სოფლები და თარიღები მითითებული არ არის. ამავე წყაროს მიხედვით 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოს მოსახლეობის 93%-ისთვის უნდა ყოფილიყო გაზი ხელმისაწვდომი. როგორ შეასრულა სახელმწიფომ აღებული ვალდებულება? უწყებიდან საჯარო ინფორმაცია 27 მარტს გამოვითხოვეთ. თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. დღეს კი ჩვენ ზარებს არ პასუხობენ. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.